ისტორიული ფაქტების მიხედვით ქართული ენის ასოების ნარგვალები ჩამსხმელსა თავისუფლდა მესამე საუკუნეში. მეცნიერების აზრით ქართული ენის შექმნის ისტორია დაკავშირებულია ბიბლიურ ლაზარეს ეპიზოდთან, ანუ ბრალთან. ასომთავრული ასოთა რაოდენობა არის 40 ასონიშანი ქართული სახით, რომელთა განლაგებში დამალულია სამყაროს კოსმოგენური ცოდნა. ყველა ასოს აქვს თავისი რიგითი და რიცხვითი მნიშვნელობა, რომელიც ქართული ჰემარდის ქურუმის შიფრის საიდუმლო ცოდნის ძირითადი გასაღებია. ასომთავრული ავღანის ნიმუშები აღმოჩენილია უძველეს ეკლესიებზე. უძველესია ბორნისის სიონის წარწერა, რომელიც მეხუთე საუკუნით თარიღდება. ასომთავრულით დაიწერა უდიდესი ლიტერატურული ჰაგიოგრაფიული ძეგლი, შუშანიკის წამება, რომელიც ამავე პერიოდს ეკუთვნის. მსოფლიოში არსებულ ენებს აჯგუფებენ საერთო წარმომავლობისა და გეოგრაფიული არეალის მიხედვით. საერთო წარმომავლობის ენებს მონათესავე ენებს უწოდებენ. ქართული ენა უნიკალური და საინტერესოა. ისარგებლობს ბევრ ცნობილ ენას, როგორიცაა ინგლისური, ფრანგული ან რუსული. მეცნიერები დიდხანია ცდილობენ გაარკვიონ თუ რომელი ენების ნათესავია ქართული. ძველად ჰეროდოტე ქრისტესი მეხუთე საუკუნეში ფიქრობდა, რომ ქართული ენა ეგვიპტურს გარდა. მოგვიანებით მე-17-მე-19 საუკუნეში ბევრმა მეცნიერმა დაიწყო იმ თემაზე ფიქრი და კვლევა. მე-19 საუკუნეში ევროპელმა მეცნიერმა ქართულის ევროპულ ენებთან დაკავშირება სცადეს, მაგრამ საბოლოოდ მივიდნენ მასამდე, რომ ქართული დამოუკიდებელი ენაა. საუკუნეების მანძილზე ქართული სალიტერატურო ენა იცვლება, იხვეწება, ვითარდება. მან მიაღწია სტუმრობის დონეს. დღეს ქართული ენა შეიძლება ითქვას არის ერთ-ერთი ცივილიზებული, მაღალგანვითარებული სალიტერატურო ენა. ქართული ენა არის საფუძველი ქართველთა და მათ მეგობრთა ერთობისა, ქართველთა ძლიერებისა და უკვდავებისა. ქართული ენა არის ღვთაებრივი საუნჯე, როგორც ითხოვდა ილია ჭავჭავაძე. ქართული ენა არის საქართველოს სახელმწიფო ენა. საქართველოს სახელმწიფო უზრუნველყოფს ქართულის, როგორც არის ყველა მოქალაქეს და ინდივიდს, ვინც აქ ცხოვრობს და მუშაობს. ქართული ენა ერთ-ერთი უნიკალური ენაა მსოფლიოში, რომელსაც ანალოგიას განმოდება და ნამდვილად სამმაგი ჩვენი ქვეყნისთვის. გავიხსენოთ დიდი ილიას სიტყვები. სამი ღვთაებრივი სამონჯე და ჩვენ მამა პაპატანა.
ბოროტებაში გადაზრდილს და ხდება მტერი მამული ენის და სარწმუნოების. არ მინდა მოწოდება ჩამისხალოთ, არც რამე მამაღალი განცხადება მინდა გავაკეთო. უბრალოდ მინდა ყველა ჩვენი ძილი პასუხისმგებლობა გავაცნობიეროთ ენის მამულის სარწმუნოების დაცვაში. განუշებურად ყოფნა სამ ყველას მინდას. დედაენა პიროვნების სახეა. ხალხი ქმნის ენას და ენა ქმნის ერს. სახელმწიფო ენა ქვეყნის ღირსების საწუნია. ქართული მარტო ენაა? არა. ქართული ქართველთა რწმენაა. ღმერთია, ბედისწერაა, ზღვაროა, იმოდენაა. ამ დიდი განძის გავლენას იაზრებენ ჩვენი სკოლის სამაღო მოსწავლეები. მე მჯერა მათი თითეული სიტყვა, რას დღეს წარმოწეს ღონისძიებაზე. მე მჯერა, რომ ქვეყნის სამაღო პატრიოტებად ჩამოღალიბდებიან ის, რასაც ნამდვილად საფუძველი არის.
ქართული ენა ეს არის ენა, რომელიც საუბრები უძლებს და ბრძოლებს და გულამი გამხიცეთ როგორც ქართლის ენა. დღეს არ შევიკრიბეთ, რათა პატივი მივაგოთ ქართულ სიტყვას, ქართულ ამბავს, ჩვენს უძველეს კულტურას. ეს არის პირველი ქართული ნაშთი, რომელიც გვაუწყებს, რომ ერი, რომელსაც თავისი ამბავი აქვს, უგდავია. ჩვენი წინაპრების სიტყვას ქვაში გვეკდნენ, რათა საუბრებისთვის გადაეჩინათ. მე ჩემი ენა მიყვარს, რადგან მასშია ჩემი სამშობლო, ჩემი ფესვები და ჩემი სინათლე. ყველა მარაგო ქართულა, რადგან ეშლები სიამაყე. ვინცენას დახარგავს, ის მომიცავს რამგარი. დედა ენა, ჩვენი ძალა, ჩვენი ერთიანობა და ჩვენი უგდავება. ჩვენ დროში ენის დაცვა აღარ არის ქუჩაში გასვლა. მისი დაცვა არის მისი სწავლა, გამავალება და ფასება. ჩვენი ენა ცოცხალია, სანამ მას დავიწყავ. ჩვენ ვიცავთ ჩვენი სიცოცხლე. ჩვენ ვწერთ ქართულად, რადგან ეს ჩვენი იდენტობაა. ენა, მამული, საწმუნოება. ეს არის ჩვენი დროშა, რომელსაც ვერავინ წარგვაქვს. ჩვენ ვიცავთ ქართული ენა, რადგან ეს ჩვენი ღალია. ქართული ენა. ქართული ენა, ეს ჩვენი სიძლიერეა.
ხალიფი იმერეთი, გურიათა სამეგრელო, რაჯა მექსური ჯავახეთი, დამესხეთი სასახელო, ხელი ფუშჩა ფესურეთი, სვანეთი და აფხაზეთი, ძველი ტაო იმერხეთი, საინგილო ნალაზეთი, ფიურეთი საანაკო, დააჯარის ხოდამთელო, ველა ჩემი სამშობლოა, საყვარელი საქართველო. Deda Owena, French Fenno Mijos, Bola
თბილო მალავო შენ გილო ჩვენთა ბათათა კილთა შენ ერთი შენში სამარის სპილთა ნათესა სათას მეგობა სათას ბრუცა და მათას მდელთა და ძმათა დავშორი მორჩა ყველა მოთარდა შვიდობა ლუხა ყველა მოთარდა მხოლოდ შენ უგდას მხოლოდ შენ მარած შენ ერთს შენ ვერ გდნობს სამარის გარած Turam zem tvamta, utgbiles meta, utgbiles zamta, utgbesi shemkar enav dedao, shem zaret khino, tgbilo sevdano, shem movlis mtmelo, movlis avmtmelo, shekvir tagviro, gzeno kartvelo, zarsudi zeglo, zingam petavo, vesken shimfromo, tashim verdelo, khampujo chemo, khasazvetelo, shen afnis himno, tremlo samaris, Iberis enav hamaris, shen nijo chemo, srvodav da prena, dedao enav. Daetes ikneb simagrebi vela, moistat ikneb vela ma vela, daebas muhteri vela dixonas, daagdes asris napovis ponas, vovel nerts ikneb daagdes mefis, vovel zets ikneb daegdas tefis, holot shen utknov, shen hadat ceu, radora rastan, shen sutdav seu, o enav chemo, dedao enav, shen chemo nijo, survolav da prenav, shen chemo sutkim dido alamo, shen kirta chmentan kvilo malamo, shen gilo chmentan kvata da girta, shen erts, shen ver kvov samaris girtan.
შორის დიდი მეგობრობა იყო, მაგრამ ზოგიერთი ლეკი ცუდად იქცეოდა. ერთხელ ბაშკოვანში საბაჟო ორი ბილიკი ჩამოვიდა. ზურაბ ქართველაზე ხომ ძალიან მდიდარია? ხო, მდიდარია, მაგრამ მე რა? მას ხომ ძალიან უყვარს თავისი შვილი? უყვარს მე. ჩვენი ბავშვი ჩუმად წავიყვანთ დაღესტანში. ქართველაზე ფულს გადაიხდის. მას შვილი ძალიან უყვარს. ასე მოიფიქრა ომანებმა. ერთხელ პატარა ქეთონაძისა დღესთან შეიმდო. ბავშვმა ის ქვეშ ჭიდი დაიწყო და დაიცა. ჭიდი გაბრუნდა, ქეთო მისცემდა. ქეთო შორს დავიდა დღეში, წიძაც იქვე იყო. სულ მალე ერთი ლეკი გამოჩნდა. სულ მალე ქართველაძეების საფრთხით 20-მდე ვაჟკაცი მოვიდა. ისინი ზურაბ ქართველაძესთან ერთად წავიდნენ და ქეთოს ეძებდნენ. ბავშვი დაღესტანში წაიყვანეს. იქ ერთ სოფელში ცხოვრობდა ერთი მდიდარი კაცი. მისი ძალი კაცი და მეტი ქალი იყო. ცოლ-ხმა შვილი არ ჰყავდა. მათ ულოდად ბავშვი შვილად აყვარა. იმ ბურდებმა ქეთო მიუყვანეს მათ, მაგრამ სიმართლე არ აღწევს. გამარჯობა ბატონო, ეს ბავშვი დღეში ვნახე და გამოვიყვან. მოდი, ჩემო პატარა. რა გქონია? ქეთო. მოდი. რამდენი გინდა ამ ბავშვის ნაცვლად? არაფერი, ხალბატონო, ჩვენი საჩუქარი იყოს. არა ეგრე არ იქნება, აი თქვენი აუქრო. მადლობა. პირველად ქეთო ხშირად გიროდა, მერე კი ყველაფერი დაავიწყდა. მანე ეგური ენას კარგად იზრდა და ქართული აღარ ახსოვდა. ზურაბი მთელ დაღესტანში ეძებდა თავის შვილს, მაგრამ ვერ იპოვა. დიდი ხნის შემდეგ ნაცნობმა ლეკმა აუწყეს. გამარჯობა, ზურაბ. თქვენი შვილი დაღესტანშია, ეს მდიდარი ლეკის ოჯახში. წადი და უცხარი. ეგ გოგონა ჩემი შვილია. ის მომდაცეს. დამიბრუნეთ და რაც გინდათ მოგცემს ხო? გადავცემ ზურაბ, ნუ ნერვიულობს. გამარჯობა, ბატონო. თქვენი შვილი, თქვენი გოგო ზურაბის შვილია. ის მოედაცეს და დაეხოვ დაუბრუნდათ და რაც გინდათ მოგცემ. ვერ მოგცემ გოგონას, მეც და ჩემს ცოლსაც ბავშვი ყველაზე მეტად გიყვარ. მასაც ვერ გიყვარ. თქვენ შესაძლოა ყველაფერი დამისდა. გავიდა 10 წელი ქეთოს მოდარწებიდან. ზურაბი 10 ვაჟკაცით ჩუმად მივიდა იმ სოფელში. მას ძალებმა მეგობარმა ასწავლა. ქეთო ყოველდღიურად თავის მეგობართან დადიოდა. მას მეგური დაცაცმელი ეცვა. მამას ძალიან გაუხარდა ქეთოს განათლა. გოგონა შეშურდა. ქეთო, ნუ გეშინია. შენი მამა ვარ. მოვედი, რამდენადაც წაგიყვანო. ქეთო, შენი დედა ვარ. გოგონა ძალიან თარიღდა. სულ პირობდა და პირობდა. მამე არ ეძინა, საჭმელს აღჭამდა. თეთრმა თავისი ბერი ეგონა. ქეთო, შენი დედა ვარ. ესეც შენი მამა, აი ჩვენი სახლი. აი შენი სამყაროების საფრთხეები, ნახე. მაგრამ ქეთო არ უსმენდა. სულ პირობდა და პირობდა. თეთრ სახლის წინ დააბენა ქართული განსაცდელი ჩააცვა. მაგრამ ქეთოს ვერაფერი ვერ გაიხსენა. ის ქართულ საუბარსაც არ იგებდა. ქეთო, ნახე რა ლამაზი კაბაა. გახსოვს?
მე ვფიქრობ, რომ ძალიან ლამაზი ღონისძიება გამოვიდა. დიდი მადლობა მინდა კიდევ ყველა სათითაო და დაგიხადოთ ჩემო ჭკვიანება, ჩემო ლამაზება და ყოჩანება. განსაკუთრებით დიდი მადლობა ჩვენს დიჯეი რუზობს, ვინც გადავიხადეთ. და ჩვენს ადმინისტრაციას, რა თქმა უნდა, ჩვენი მხარდაჭერისთვის მადლობა ქალბატონო ანაით და ვთქვათ შეგვიძლია ასეთი დღევანდელი ჩვენი ღონისძიება. მოგწონთ? Чумным болорим, արտաշան ծնողների, ուսուցիչների և մեր մեծ հարգող հյուրերի այսօր մեր միջոցառմանը ներկա գտնվելու համար։ Ապրիլի 14-ին 1978 թվականին ի դեպ Խորհրդային Միության որոշմանը, ըստ որի պիտի Վրաստանի Հանրապետությունում պետական լեզու մնար ռուսերենը։ Վրա ժողովուրդը կազմակերպեց բողոքի ակցիա և Խորհրդային Միության պատմության մեջ առաջին անգամ Խորհրդային Միությունը գնաց զիջումների, որի արդյունքում վրաց լեզուն մնաց որպես պետական լեզու։ Եվ դրանից հետո ապրիլի 14-ը նշվում է որպես վրաց լեզվի պետական օր։ Իսկ 1990 թվականից Վրաստանի պետական լեզվի օրը տոնում են տարբեր միջոցառումների և ակտիվությունների ներքո։ Սիրելի հանդիսատես, ինչպես գիտեք, մեր Վրաստանի Հանրապետությունը բազմակողմ, բազմամշակութային և բազմալեզու պետություն է։ Եվ ուստի Վրաստանի Հանրապետության ուժը և զորությունը այդ բազմազանության մեջ է։ Իսկ մեր պետության զորությունը և ուժը, միասնությունը դա պետական լեզվի իմացությունն է։ Եվ այսօր բոլորս մենք ականատես եղանք, թե ինչպիսի բարձր մակարդակի վրա է դրված մեր դպրոցում վրաց լեզվի ուսուցումը։ Եվ դրա համար ես ուզում եմ իմ խորին շնորհակալությունս հայտնել մեր դպրոցի վրաց լեզվի մեթոդ միավորմանը և բոլոր մեր վրաց լեզվի ուսուցիչներին։ Շնորհակալություն ձեզ, մեր սիրելի վրաց լեզվի ուսուցիչներին։ Սիրելի ուսուցիչներ, շնորհակալությունս և խոնարհում ես ձեզ բոլոր այսպիսի գեղեցիկ ներկայացման համար։ Ես ուզում եմ Տիկին Տեր-Պոյանի կողմից շնորհակալություն հայտնել բոլոր ներկաներին, այսօր Տիկին Տեր-Պոյանը հարկի պատճառով այստեղ չէր, ներկա չէր գտնվում, և նրա խոսքերը փոխանցում եմ այդ ձեզ։ Սեդամասավլեբել է։ Ամբողջ ձենը հավաքեցեք մի երկու խոսք։ Როგორც მასწავლებელი, როგორც საკრებულო. Როგორც საკრებულო. Ողջունում եմ բոլորին։ Ախալքալակի մունիցիպալիտետի տեղական ինքնակառավարման մարմինները միշտ եղել են մեր մունիցիպալիտետի կրթական բոլոր օջախների, այդ թվում հանրակրթական դպրոցների կողքին, աջակցել այս կազմակերպությունների և դպրոցների բարգավաճմանը։ Հարգելիներս, ներկայացնելով Ախալքալակի մունիցիպալիտետի ավականին, ներկայացուցչական մարմինը Սակրեբուլով, ուզում եմ ողջունել բոլոր ներկաներին
Շնորհակալությունս հայտնել դպրոցի վրաց լեզվի բոլոր ուսուցիչներին, համտինս իգին եկալու։ Բանն այն է, որ այսօր մենք ականատես եղանք դպրոցում, որտեղ կրթությունը հայալեզու է, վրացերեն լեզվով, այնպիսի մի ներկայացման, որը մեկ անգամ ևս հավաստում է, որ մեր պետությունում կրթությունը գտնվում է ամենաբարձր մակարդակում և պետությունն աջակցում է պետական լեզվի ուսուցմանը։ Այսօր մեր երեխաները խոսում էին վրացերենով, այսինքն պետական լեզվով։ Սա շատ կարևոր է։ Կարևորում է, որ նրանցից յուրաքանչյուրը լեզուն ընկալի որպես պետական, քանզի այս լեզուն նրանց ոչ միայն գալիս է գիտելիքներ, այլ լեզվի միջոցով նաև նրանք դառնում են արժանի քաղաքացիներ, մեր պետության, արժանի քաղաքացիներ, ովքեր վաղը պիտի զարգացնեն մեր պետությունը։ Դրա համար խորին շնորհակալությունս մեր դպրոցի վրաց լեզվի բոլոր ուսուցիչներին։ Այսօր մեր պետությունում ամենաբարձր մակարդակով նպաստում են այն փաստին, որ տարածաշրջաններում, որտեղ էթնիկ փոքրամասնությունը ապրում է եւ Մადლობას դիպտիկ կոմպետանտებისთვის, დიდი მადლობა ჩემს კოლექტივს, იმიტომ რომ ყველაპედაგოგის ხარჯერას ვუსმოვდი მე ამ პროვედელი ორგანიზაციებისთვის მიზანების პროცესში. დიდი მადლობა მოწვევებისთვის, სტუმრებს ძალიან გთხოვთ არიჩქაროთ და მეორე საფუძე ამოგვიძახეთ ჩვენთან ერთად. მიხარხარ ძალიან პირველ სწორად Good. Marina. მადლობა, დავასრულეთ.